გამოღვიძების მისტიკური სიმბოლო, ჰორუსის თვალი. ეგვიპტის ერთ-ერთი უძველესი და წმინდა სიმბოლოა. ის განასახიერებს სულის ყოვლის მხედველ თვალს, რომელიც აკვირდება არა გარეგანი ხედვით, არამედ სულის ხედვით, აკავშირებს ადამიანს მის სულიერ სამყაროსთან. სინამდვილეში არსებობს ჰორუსის ორი თვალი, რომელიც ბევრმა არ იცის, რაც წარმოადგენს ცნობიერების ორ პოლუსს. მარჯვენა თვალი, რას თვალი, ზიანი, მასკულინური ასპექტი. იგი ასოცირდება შუქთან, სიცხადესთან, ლოგიკასთან, მოქმედებასთან და გონების გაღვიძებასთან. ეს არის ხიდი შიგნიდან გარეთ, ცნობიერის აქტიური სხივი, რომელიც ანათებს სამყაროს. მარცხენა თვალი, იგივე ჰორუსის უაჯეტის თვალი, თვარის ფემინური ასპექტი. ის ასახავს ინტუიციას, საიდუმლოებას, შინაგან ხედვას და ქვეცნობიერის სიბრძნეს. ეს არის ხედვა შიგნიდან საკუთარ თავში. როდესაც ორივე თვალი დაბალანსებულია, ადამიანი იწყებს ჭეშმარიტების მთლიანობის დანახვას, არა მხოლოდ სხეულის თვალებით, არამედ სულის თვალებითაც. ამ მდგომარეობას ეწოდება ყოვლის მხედველი თვალის გამოღვიძება, აღქმის შინაგანი ცენტრის გახსნა, ანალოგიურად ეპიფიზსა, ანუ მესამე თვალი. ჰორუსის თვალის ეზოთერული მნიშვნელობა, განსაცდელების შემდეგ სულის მთლიანობის აღდგენის სიმბოლო, ილუზიებისა და წყვილებისგან დაცვის ნიშანი, ცნობიერების შინაგანი სინათლის გააქტიურება, მასკულინური და ფემინური პრინციპების, გონიერებისა და ინტუიციის გაერთიანება. ჰორუსის თვალი უბრალო სიმბოლოზე მეტია, ის ცნობიერების გამოღვიძების კარიბჭეა, რომლის მეშვეობითაც სული სინათლეს უბრუნდება. როდესაც ჰორუსის თვალის ენერგიაში შედიხართ, თქვენი ხედვა სულიერი ხდება. თქვენ იწყებთ მოვლენების ფარული მიზეზების დანახვას, ნიშნების გაგებას და სამყაროს ენერგიის წაკითხვას. როგორ მუშაობთ ამ სიმბოლოსთან, შეგიძლია ეხელო ამ რილსის აღწერაში.